Ну, допустим, Беловежскую пущу, я туда часто летаю, это совсем... მაგალითისთვის გეტყვით, მე ხშირად დავფრინავ ბელოვეჟის ტევრში. ეს პოლონეთის საზღვარზეა. ჩამოაგდებენ თუ არა ისინი პრეზიდენტის ვერტფრენს, ან მის თანხლებს სამხედრო ვერტფრენს. ყისიერად მიიღებენ პასუხს. ნატოს წევრი სახელმწიფოები შფოთავენ და თავდასხმით გვემუქრებიან. ეს კი ნიშნავს, რომ ისინი თავს დაიცავენ და ჩვენც კი დაგვესხმებიან თავს. და ჩვენ რას ვიზამთ? პასუხს დავაყოვნებთ? ეს თამამი განცხადებაა. მათ თქვეს, რომ ჩამოაგდებენ თვითმფრინავებს. აბა გაბედონ და ესრულონ ან ჩამოაგდონ რამე რუსული, კალინინგრადის თავზე. მაშინ რა თქმა უნდა მოგვიწევს ბრძოლა, როგორც რუსეთში ამბობენ, მთელი ძალებით. გვჭირდება ეს? არა. რაში სჭირდებათ ნატოს წევრ სახელმწიფოებს ჩვენი ჩამოგდება? როდესაც ბელარუსის თავზე 9 თუ 12-მა უპილოტო საფრენმა აპარატმა გადაიფრინა, რომელთა ჩამოგდებაც შეგვეძლო, ჩვენ მათ ვუთხარით: მეგობრებო, ფხიზლად იყავით. რა იქნებოდა რომ არ გვეთქვა ეს? როცა ვუთხარით, გაიკვირვეს კიდეც. ასეთი რაღაცისთვის დაიწყებდნენ თუ არა ისინი ჩვენიან რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებას. ვფიქრობ, ეს განცხადება არ ყოფილა გააზრებული. ეს სულელური განცხადებაა. ასე მოქცევა არ შეიძლება. მეზობლები ასე არ იქცევენ.